პროცედურების სიზუსტე და გამჭვირვალობა ბიზნესის საქმიანობის აუცილებელი ფაქტორებია. პროგნოზირებადი საბაჟო გარემო მნიშვნელოვნად ამცირებს გაურკვევლობას, რისკებს და შესაძლო ფინანსურ დანაკარგებს. სწორედ ამ მიზნით წინასწარი გადაწყვეტილებების მექანიზმი შეიქმნა, რომელიც ამცირებს დაავების რისკს, ხელს უწყობს საბაჟო კანონმდებლობის ეფექტურ განხორციელებას და ბიზნესსა და სახელმწიფო შორის მჭიდრო თანამშრომლობას უზრუნველყოფს. როგორ მუშაობს აღნიშნული სისტემა და როგორ ხდება ბიზნესისთვის მისი გამოყენება. ამ და სხვა თემაზე სასაუბრეთ შემოსავლების სამსახურისა და ბიზნეს პარტნიორის ყოველკვირეული რუბრიკის სტუმარია ნათია გუმბერიძე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მთავარი მებაჟი ოფიცერი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. დავიწყოთ იმით, რა არის წინასწარი გადაწყვეტილება, როგორ გესმით ის თქვენ და შესაბამისად მე უკვე გავშალოთ ეს ნაწილი, რა არის მისი შინაარსი და რა მიზანს ემსახურება. მოგესალმებით. წინასწარი გადაწყვეტილება საბაჟო დეპარტამენტი სხვა სასარგებლო მომსახურებასთან ერთად ეკონომიკურ ოპერატორებს, ექსპორტ-იმპორტით დაინტერესებულ პირებს სურვილის შემთხვევაში სთავაზობს წინასწარი გადაწყვეტილებით მომსახურებას. წინასწარი გადაწყვეტილება არის საბაჟო ორგანოს მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელითაც დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე განსაზღვრულია სასაქონლო კოდი და ან წარმოშობის ქვეყანა. გამოიცემა ბრძანების სახით და ვალიდურია 3 წლის განმავლობაში. ორი ტიპის გადაწყვეტილებას ვთავაზობთ დაინტერესებულ პირებს, როგორც აღნიშნე, სასაქონლო კოდის და წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე. საინტერესოა, როგორ ხდება წინასწარი გადაწყვეტილების მიღება და ამ მიმართულებით დავუშვათ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, რა პროცესს გადის. წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისთვის საბაჟო დეპარტამენტში შექმნილია წინასწარი გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროექტს იღებს ბრძანების მიმღებ პირთან ერთად. ხდება სხდომის ოქმის წარმოება, რომელიც ეწერება მთლიან საბაჟო დეპარტამენტს, ანუ დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე ხდება საბაჟო პროცედურების მაქსიმალურად გამარტივება. ასევე საინტერესოა, როგორ ხდება მეწარმე სუბიექტებისთვის აი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ერთპიროვნულად თუ დავუშვათ რაც კოლეგიური სტრუქტურა არსებობს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. დიახ, ანუ საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ჯგუფის მიერ ხდება საკითხის სირთულიდან გამომდინარე განხილვები. შესაძლებელია ეს იყოს კონსენსუსის გზით მიღებული გადაწყვეტილება, ან თუ რთულია საკითხი, შესაძლებელია საკითხს დასჭირდეს, ანუ კენჭის ყრა და ისე იღებს გადაწყვეტილებას. ჯგუფის შემადგენლობაშია საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსები და სხვა პასუხისმგებელი პირები. ჯამში 17 ადამიანი. რა სიხშირით იმართება ხოლმე სხდომები? მოთხოვნის შესაბამისად იმართება, ეს არის დაახლოებით 2 კვირაში ერთხელ, თუ მოთხოვნა ინტენსიურია, შესაძლებელია უფრო მოკლე ვადებში. რა დოკუმენტებია წარსადგენი წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად და ვის შეუძლია მისი მიღება? წინასწარი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ დაინტერესებულ პირს, რომელიც არის საქართველოში დაფუძნებული, აქვს ერესის პირადი გვერდი და საიდენტიფიკაციო ნომერი აქვს მინიჭებული. რაც შეეხება წარმოსადგენ დოკუმენტაციას, მინიმალური დოკუმენტები არის წარმოსადგენად საჭირო. ეს არის შესყიდვის დოკუმენტი, სასაქონლო კოდის განსაზღვრის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე განცხადება უნდა შეიცავდეს საქონლის იმ აღწერილობას, რაც საჭიროა კოდის განსაზღვრისთვის, უნდა იყოს წარმოდგენილი ფუნქცია, დანიშნულება, შემადგენლობა და ასე შემდეგ. ხოლო წინასწარი გადაწყვეტილება წარმოშობის მიღების კუთხით საჭიროა დამატებით ტექნოლოგიური სქემა, გადამუშავების ტექნოლოგიური სქემაც რომ წარმოადგინონ. აქ საინტერესოა, როგორ ხდება მეწარმე სუბიექტის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა, ასევე საინტერესოა დავუშვათ ვადები და მომსახურების საფასო. დიახ, მოგახსენებთ, მეწარმისთვის ელექტრონული ფორმა გვაქვს შემუშავებული, შესაძლებელია ერესის გვერდიდან განცხადებების მენიუს გამოყენებით ატვირთოს საჭირო დოკუმენტები, დააკვირდეს განხილვას და პასუხიც მისდის ელექტრონული ფორმით. და კიდევ ერთხელ ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ერთგვარად ჩვენი საუბრის ბოლოს და რა უმთავრესი გამოწვევების წინაშე დგა საბაჟო დეპარტამენტის პროექტების შემუშავებელი სამუშაო ჯგუფი და გასცემთ თუ არა მხარეებისთვის შესაბამის რეკომენდაციებს, ასევე საინტერესო იქნება ბოლო წლების სტატისტიკაც რო გითხრათ. დიახ, მოგახსენებთ, ბოლო წლების სტატისტიკა გაზრდილია 2015 წლიდან დღემდე 80%-ით არის სტატისტიკური მაჩვენებლით გაზრდილი, რაც შეეხება საბაჟო დეპარტამენტის
გამოწვევებს, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, ეს არის თუ დაინტერესებულმა პირმა მოგვეწოდა ინფორმაცია არასწორად, ან თუ მითითებული დოკუმენტები. ხშირია ხოლმე ასეთ შემთხვევები, როცა დაუშვათ არასწორ ინფორმაციას გაწვდიან? საკმაოდ ხშირია და დროში უბრალოდ აჭიანურებს გადაწყვეტილების მიღებას. საბოლოო ჯამში მაინც ხდება გადაწყვეტილების მიღება და დაინტერესებულ პირს ვაძლევთ საბოლოო ჯამში. სტატისტიკა როგორია ამ წლების განმავლობაში ამ ნაწილთან მიმართებაში? 2015 წლიდან დღემდე 80%-ით არის დაახლოებით გაზრდილი მოთხოვნა როგორც კოდთან დაკავშირებით, ისე წარმოშობასთან. ანუ რეალურად შეგვიძლია იმის თქმა, რომ დაუშვათ ამ სისტემამ იმუშავა, ანუ ეს სისტემა მუშაობს ბიზნესისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ბიზნესისთვის მომგებიანი ხელსაყრელი გარემო, ვინაიდან ბიზნესმა უკვე იცის წინასწარი ნაბიჯები რა უნდა გადადგას საბოლოო ჯამში სასაქონლო კოდი მიუთითებს იმაზე, როგორ დაიბეგრება საქონელი, ასევე გაფორმების პროცესისთვის რა დოკუმენტები იქნება საჭირო. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ბიზნესის წარმოებისთვის არის გამარტივებული და მიმზიდველი გარემო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და იმედი მაქვს, რომ კერძო სექტორისთვის ჩვენ დღევანდელი ეთერი ინფორმაციული თვალსაზრისით საკმაოდ გამოსადეგი იქნება. ნადია გუმბერიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.